მოგესალმებით, ეთერშია გურის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები, სავაჭრო ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და საერთაშორისო ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განვითარება. ამ საკითხებზე ისაუბრეს ირაკლი კობახიძემ და ილჰამ ალიევმა. მთავრობის ადმინისტრაციაში დისკუსია ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა. დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს. ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ გვინდა მივესალმოთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს, როგორც მოგეხსენებათ, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კონსტრუქციულ თანამშრომლობას, ასევე ახალ ინიციატივებს და ჩვენ საჭიროებისამებრ ყოველთვის მსად ვართ ჩვენი დადებითი წვლილი შევიტანოთ ამ ურთიერთობების განვითარებაში, მსად ვართ ხელი შევუწყოთ დიალოგსა და სამშვიდობო პროცესს. ბუნებრივია ჩვენი ქვეყნების, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობა ქმნის ახალ პერსპექტივებს მთლიანად ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენ ვაგვირდებით გლობალურ პოლიტიკურ ცვლილებებს და ეს ცვლილებები კიდევ უფრო მეტად ზრდის შუა დერეფნის მნიშვნელობას, მათ შორის შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის როგორც სტრატეგიული სივრცის მნიშვნელობას. ჩვენი ქვეყნები, როგორც აზიის და ევროპის დამაკავშირებელი ხიდები, საკვანძო როლს ასრულებენ დაკავშირებადობის თვალსაზრისით და ამ კონტექსტში ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოდერნიზაციას. ჩვენ საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები, მათ შორის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში. პრემიერ-მინისტრო, თქვენ ბრძანებთ სამშვიდობო პროცესების შესახებ, რომელიც ჩვენსა და სომხეთს შორის ვითარდება. ის შეთანხმებები, რომელსაც ხელს ვაწერთ, არ არის საკმარისი, რადგან სამომავლოდ ყველა ნაბიჯი უნდა იქნეს გაძლიერებული. ეს შეხვედრები, ეს ვიზიტები ზუსტად ამ მიმართულებით კეთდება. ჩვენ დავიწყებთ სომხეთთან ურთიერთობა საქართველოს გავლით და მადლობელი ვართ საქართველოს მთავრობის ამ ხელშეწყობისთვის. რაც შეეხება ენერგეტიკას, ბევრი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი იყო სანდო მხარდამჭერი უსაფრთხოებისა ბევრი ქვეყნის და ერისა. დღეს ჩვენი ბუნებრივი აირი გადის 16 ქვეყანაში ექსპორტზე, მაგრამ ექსპორტი იწყება საქართველოდან და საქართველოს გავლით. საქართველო არის პირველი ქვეყანა ამ მარშრუტზე, სადაც აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგეტიკის ექსპორტს საერთაშორისო ბაზარზე. საქართველოს გავლით ხდება ეს ყველაფერი. ასევე ნავთობის და ბუნებრივი აირის რესურსები კასპიის ზღვიდან აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოდის და ამაზე საუბარი გვქონდა არსებულ ინფრასტრუქტურაზე. ბოლო 20 წლეულის განმავლობაში ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენი წარმატებით მუშაობს. სამხრეთ ბუნებრივი აირის დერეფანიც კარგად მუშაობს. ეს ინფრასტრუქტურა დიდი მნიშვნელობის არის ბევრი ქვეყნისთვის. ჩვენ ასევე შევქმნით სატრანსპორტო კორიდორები და განვავითარეთ, გავაფართოვეთ შუა დერეფანი. გაივლის აზერბაიჯანსა და საქართველოს. ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირატესი არტერია, რომელზეც ჩვენ დიდი მედებს ვამყარებთ, რომ გაძლიერდება და განვითარდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესი გაიმართა. გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელიც. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სააკაშვილმა მოწმეს კითხვებით მიმართა და მოღალატე უწოდა. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტისა და ნოღაიდელის გაშველება მანდატური სამსახურის წარმომადგენლებსა და მხარეებს მოუწიათ. ცნობისთვის სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად მიტაცებას ედავება. თავიდან ბოლომდე ფარცხალაძის მიერ დაწერილი და შეტანილი ბრალდება. ზურაბი ამბობს, რომ ჩემი კომპეტენცია იყო საქართველოს მომავლის გამოცხადება და მე გავამოცხადე ვადასტურებ ამას. არ ვადასტურებ იმას, რომ ჯარი ქუჩაში გამოვარდა წესის აღსადგენად, იმიტომ თითი არ გაუძლია ჯარს და არავის არ შეგვიძლია არსად არ წასულა. ეს არის სიცრუე. ჯარი იყო გამოყალიბი იმისათვის, დაგვენახებია მტრისთვის, უცხოელებისთვის, რუსეთისთვის, რომ საქართველოს სოციალია და საქართველოს აქვს უნარი თავისთავად დაიწყოს. მაგრამ ერთი ეროვნულ სატრანსპორტო შეეხო ჯარს. ერთი მაჩვენე. და არც ჩვენი პრეზიდენტი გასაგებია. ესე მეორე. მე ვიდეო კითხო ზურაბ. პატარკაციშვილს ვაპარაკე.
აი ლუგავო რომელიც მისი დაცვის უფროსი ხო იყო FSB-ში FSB-ის ოფიცერი არის ლუგავო რომელიც ვერ მოწამლა ლიტვინენკო თბილისში იმყოფებოდა შენ პრემიერობის დროს და იყო FSB-ის ოფიცერი ოპონენტი Აბაგაშვილი რუსეთთან დაკავშირებული თავიდან ყველა პარაგრაფი შეიძლება თვალე იმედი უსული ალბათ ასე ეს რუსული ფული შეიძლება ტელევიზია იმედი ვასი შეიძლება არის პუტინ განიკავდა მოსულში მე ეს განიკავდა რა იმიტომ საქართველოს და რუსეთის შორის ურთიერთობები მოგესალმებით. გასაგებია, რა ურთიერთობები მაშინ ეხლა რუსეთი შემოვიდა ანექსია მოხდა ჩვენ ტერიტორიებს, თახოცა ქართველი და ამის შემდეგ გადაწყვეტა შენ თვითონ რუსულ-ქართულ ურთიერთობის მონეტა ესე იგი ერთად ჩასვლა და თავის მოხდა, ხო ესე? თავის მოხდა არასადა გადამწყვეტია. პუტინს ეკაჩავე, ებლატავე, მოუწოდა საქართველოს და ეკრო, დღეიდან ვნების შვიდეული დიდი მარხვის ყველაზე მძიმე კვირა დაიწყო. ესა იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების გახსენება. დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთდაბანის რიტუალი სრულდება. იკითხება 12 სახარება. წითელი პარასკევის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჩვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი მარხვა უფლის იესო ქრისტეს აღდგომით სრულდება. დიდ მარხვაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ნების შვიდეულის პერიოდს. ძალიან დატვირთულია ღვთისმსახურებებით, თავის შინაარსით ძალიან ღრმა არის. ამ კვირაში ჩვენ ვიხსენებთ უფლის ნებებს, ამიტომ ეწოდება ამ კვირას ნების შვიდეული, ვიხსენებთ საიდუმლოსერობას, ვიხსენებთ უფლის გაცემას, ჯვარცმას, მის ნებებს. ასევე განსაკუთრებული ამ კვირაში დიდი შაბათი, რომელიც თავისი შინაარსით განსხვავდება ყველა დღისგან. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტთა და ამაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციის გავლა აპლიკანტებს ვებგვერდზე ონლაინ ნაეკჯი 11 მაისის 18 საათამდე შეუძლიათ. მათივე ცნობით უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე წელს აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად არჩევანი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზეც გააკეთონ. საქართველოს ჩემპიონატის ქალთა ლიგაში გუშინ მე-6 ტურის მატჩები გაიმართა. ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბმა ბათუმს უმასპინძლა. შეხვედრა ლანჩხუთელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით ანგარიშით 4-0 დასრულდა. გოლები კამარგომ, დანელიამ და ბუცხრიკიძემ გაიტანეს. 6 ტურის შემდეგ ლანჩხუთს 15 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. გათამაშებას კი შარშანდელი ჩემპიონი ნიკე ლუსო 18 ქულით ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას ლანჩხუთელი გოგონები 23 აპრილს გამართავენ და სტუმრად რაჭას დაუპირისპირდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 5 პირი დააკავეს. გამოძიებით დაადგინდა, რომ ბრალდებულები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯგუფურად, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ 2 პირს. ბრალდებულებმა ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ-ერთ მათგანს ბაზრის საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით დაზარალებული კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა დანაშაულში მონაწილე 5-ვე პირი ცხელყვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120 მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2010 წელს დაბადებული პირი ცხელყვალზე დააკავეს. გამოძიებით დაადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1994 წელს დაბადებულ პირს ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე ცხელყვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ახლა კი ჩვენს ეთერში ამინდის პროგნოზის დროა სინოპტიკოსების ინფორმაციით, ხოლო მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ტემპერატურა უფრო მაღალი იქნება და გამოიტარებს. ახლა კი რაც შეეხება კონკრეტულ ქალაქებს, დავიწყოთ გურიის რეგიონით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მხოლოდ 16 გრადუსი სითბოა ნავარაუდები. რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, აქ სინოპტიკოსები ვარაუდობენ ტემპერატურას 18 გრადუსის ოდენობით. ლანჩხუთში კიდევ უფრო მაღალი იქნება ტემპერატურა და დაფიქსირდება 20 გრადუსი. რაც შეეხება ჩვენ სანაპირო ზოლს ურეგს, აქ ტემპერატურა შედარებით დაბალი იქნება და ნავარაუდებია 16 გრადუსი სითბო. ტრადიციულად უფრო მეტად სიცივე იქნება ბახმაროში და აქ ნავარაუდებია 5 გრადუსი. რაც შეეხება დედაქალაქში ხვალისთვის იქნება 18 გრადუსი სითბო. დღეისათვის სულ ეს გახლდათ, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.